2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა. დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოქმედ ტაძრებში ომში დაღუპულთა სულების საოხად საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდები აღესრულა. ვარკეთილში მდებარე წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურება წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა აღავლინა. თანამსახურებდნენ ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი შალვა ჯაჯანიძე და სხვა სასულიერო პირები. აღსანიშნავია, რომ ეს ტაძარი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად აიგო. ტაძარი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ცხეთა-თბილისის მთავარ ეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ლოცვა კურთხევითა და აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ვახტანგ გზირიშვილის დედის, მარინა გზირიშვილის ქტიტორობით აშენდა. ამ ეკლესიის ეზოში დაკრძალულია კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი. დღევანდელ ღვთისმსახურებას სამხედრო მოსამსახურეები, ვახტანგ გზირიშვილის ოჯახი და მრევლის წევრები ესწრებოდნენ. მსახურების დასრულების შემდეგ მეუფე გრიგოლმა ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა. სახელთა მამისათა და დისთესულისა წმინსა. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს. დღეს არის 8 აგვისტო. ძიმე დღეა, ჩვენ ვიხსენებთ ყველა ჩვენ გარდაცვლილ გმირებს, ქრისტესთვის, სამშობლოსათვის და მოყვასისათვის თავდადებულ ჯარისკაცებს, ქრისტიანებს, ვინც დაიცვა საქართველო. თუმცა მინდა გითხრათ, ეს მძიმე დღე არის, მაგრამ ამავდროულად მსუბუქი დღეა, იმიტომ რომ ჩვენ ვიმყოფებით ეკლესიაში, ჩვენ ჩავატარეთ სამეუფო წირვა, ვადიდეთ უფალით, მადლობა უთხარით ყველაფრისათვის. იმიტომ რომ წმინდა მამების სწავლებით, ვინც ადიდებს და მადლობს უფალს განსასწელის დროს, განსასწელი ქრება. აი ეს არის პირველი. და მეორე, ეს წელიწადი არის ესეთი საიუბილეო წელიწადი, ხო? 1700 წლის იუბილეა. 1700 წელი, რამდენი ომი, რამდენი ასე ვთქვათ, განსასწელი, რამდენი საფლავზე ჩატარებული პანაშვიდი და ძალიან ბევრი იქნებოდა და დღემდე არსებობს საქართველო. დღემდე ვადიდებთ უფალს ქართულ ენაზე და დღემდე ქართული გალობა ცოცხალია და ვედრება. ამისთვის მადლობა ღმერთს. და წელს ეს საიუბილეო წელიწადი ჩვენ ყველას გვახსოვს პატრიარქი, დიდი პატრიარქი ილიას გარდაცვალების წელიწადია და როგორც პატრიარქი ხშირად ამბობდა, ой, წუხარება შენ ხარ დასაწყისი სიხარულისა, ой, სიხარულო შენ დასაწყისი ხარ წუხარებისა. ეს დედამიწაა, ეს ჩვენ ვიცით რა ადგილია, ეს არის მომზადება ნამდვილი ცხოვრებისათვის. და პატრიარქის გარდაცვალება გვაჩვენა, რომ აი ესეთი უნდა იყოს ქრისტიანის გარდაცვალება და როგორი დატირება, როგორი ერის სიყვარული. მე მინდა გითხრათ, რომ აი პატრიარქის გარდაცვალება რომ ნახე, რაღაცა შემომივიდა ესეთი აზრი, რომ სიკვდილი არ არსებობს. აი ესეთი სიკვდილი არის ნეტარი. და ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს ეს, თუ ადამიანი ემსახურება ღმერთს და თუ ადამიანი ჭეშმარიტად ლოცულობს, როგორც დღეს ჩვენ ვილოცებთ, ჩვენი პატრიარქის პროტოდიაკონი მირიანია, ქრისტიანული აღსასრული ცხოვრებისა ჩვენის, უჭირველნი ურცხვენელი. ეს ყოველ წირვაზე, ყოველ ლოცვაზე არის ეს ვედრება. თუ ჩვენ ველოდებით ამას, რომ მოვა ეს ჟამი გარდაცვალების, მოვა ეს ანგელოზი და მშვიდად უნდა მივიღოთ. როგორ არის მშვიდად, როგორ არის ქრისტიანულად, აი აც გარდაცვლილი მიტროპოლიტი კალისტრატე ამბობდა, რომ როცა მე გავდიოდი სოხუმიდან, ბოლომდე მთავარი ვიყავი, გავდიოდი სოხუმიდან, იქ დარჩა ჟული შარტაო და ჩვენი გმირები აფხაზეთში. და უთხრეს მეუფე, თქვენ მიდით და ჩვენ ჩამოვალთ და ამ დროს უკვე იცოდა, რომ წირავდა თავის თავს და თქვენ იცით მისი ბოლო სიტყვები. უფალო მე დამსაჯე და გადარჩინე საქართველო. და მეუფე კალისტრატე ამბობს, აი როცა მოვა სიკვდილი, შევხვდები, ჩავეხუტები და ვეთყვი.
დაგაგვიანდა გენაცვალე. აი ესეთი არის ქრისტიანული ვაჟკაცური მიდგომა. სიკვდილისადმი და ცხოვრებისადმი. თუ ჩვენ ასე ვიცხოვრებთ, არასდროს არ შევცდებით, არასდროს არ შევწოდავთ. თუ ასე ჩვენ წინ იქნება ჩვენი სიკვდილი. მე ერთმა დავლოცოს ყველა ის ადამიანი, ვინც შეწირა საქართველოსთვის, ვინც თქვა გულში უფალოდ მე და მსაჯე და საქართველო გადარჩინე. ჩვენ მოვიხსენეთ მათი სახელები დღეს ბარძიმში და ეხლაც მოვიხსენეთ პანაშვიდზე. ერთმა დავლოცოს ის ოჯახები, სადაც გაიზარდნენ ეს გმირები, დავლოცოს მშობლები, დედები, განსაკუთრებით ვინც მოვიდნენ დღეს და ლოცულობენ და კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ და მადლობა ჩვენ ერს. იმედია რომ შემდეგი 8 აგვისტო მშვიდობიანად ვიქნებით ცხინვალში, მშვიდობიანად ვიქნებით სოხუმში ჩვენ ძმებთან, მეგობრებთან, იმიტომ რომ ქრისტიანს არ ყავს არც ერთი მტერი გარდა მისი ეგოიზმისა და ამპარტავნებისა. იქ ჩავატარებთ ოსებთან, აფხაზებთან, ბერძნებთან, სლავებთან წმინდა ლიტურგია და ვადიდოთ უფალი და თელ მსოფლიოს დავანახოთ მაგალითი შერიგებისა, მოწყალე გულისა, პატიებისა და სიყვარულისა და სიხარულის და სტუმარმოყვარეობისა. და როცა მოვა ჩვენ აღსასრული ჟამი, ესე შევხვდეთ როგორც მიტროპოლიტი კალისტრატი და პატრიარქი ილია. დაგაგვიანდა გენაცვალე და ჩავეხუტეთ. ჩვენი ტაძარი არის აშენებული 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილი ბიჭების სულის მოსახსენებლად. ამ ტაძრის შენებლობა დაიწყო 2009 წელს და მისი ინიციატორი და მისი ქტიტორი გახლავთ ქალბატონი მარინა გზირიშვილი, დედა 2008 წლის ომში გარდაცვლილი ბიჭისა ვახტანგ გზირიშვილისა, რომელიც დასაფლავებულია ჩვენი ტაძრის ეზოში და ეს დღე ყოველთვის გამორჩეულია როგორც ჩვენი ტაძრისთვის განსაკუთრებულად, ასევე მთელი საქართველოსთვის. ეს დღე გვახსენებს, რა თქმა უნდა, ჯერ პირველ რიგში ტრაგიკულ ამბავს, მაგრამ ეს დღე გვახსენებს ერთიანობას ჩვენი სამშობლოსი, გვახსენებს იმას, რომ გასამთლიანებელია ჩვენი სამშობლო და ღვთის იმედით, ღვთის ძალით ჩვენ წამს, რა თქმა უნდა, რომ ამ ბიჭების დაღვრილი სისხლი ეს არ იქნება ამაო და ყველას ერთად ლოცვით, ყველას ერთად ძალისხმევით ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და ეს არის ჩვენი უპირველესი სათხოვარი ღმერთთან და დღეს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადოთ წალკელ ეპისკოპოს მეუფე გრიგოლს, რომელიც მობრძანდა და ამ სამწუხარო დღესთან დიდი ნუგეში შემოიტანა თითოეულ ჩვენგანისთვის. იმ გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახები ბრძანდებოდნენ და ყველას რაღაცა ძალიან დიდი სიხარული მოქმნა მეუფეს მობრძანებამ, გახდნენ სასულიერო პირები და ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო. მადლობა მინდა ყველას უთხრა ამ დღესთან დაკავშირებით, რომ ყველას ახსოვს ეს დღე, დიდება მინდა და მადლობა მინდა იმ გმირებს უთხრა, რომლებმაც დღეს მოგცეს იმის საშუალება, რომ დღეს ვარსებობთ და დღეს გვაქვს იმის საშუალება, რომ ჩვენი მამული გქონდეს, ჩვენი ქვეყანა გქონდეს. სურვილია ჩემი, რომ შთამომავლობამ, ჩვენმა მომავალმა თაობამაც არ დაკარგოს მათი პატივისცემა და მათი ხსოვნა. ყველას ოჯახს უსამძიმრებ, ძალიან რთული დღე არის, დღევანდელი დღე, ჩემი ოჯახისთვისაც ძალიან რთულია, მაგრამ სიამაყის გრძნობაც მაქვს თითოეული ჯარისკაცის ფორმის დანახვაზე. 8 აგვისტოს ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში პატივი მივაგეთ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დაიყვნენ 2008 წლის ომში. ვიმყოფებოდით 53 ბატალიონის ჯარისკაცები, გავიხსენეთ და მოვიგონეთ ისინი. დღეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი თარიღი არის. 18 წლის წინ საქართველოს თავს დაატყდა უბედურება. შეეწირა ძალიან ბევრი ახალგაზრდა ჯარისკაცი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები. დღეს 18 წლის შემდეგაც ვიხსენებთ მოქალაქეებს, ვიხსენებთ ჯარისკაცებს, გმირებს, რომლებმაც საქართველოსთვის სისხლი დაღვარეს. კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ის ადამიანები, რომლებმაც საქართველოს ერთიანობა შეწირეს თავი. მუხად გვერდის ძმათა სასაფლაოზე დილიდან სასულიერო პირები, ხელისუფლების წარმომადგენლები, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახის წევრები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ და სამშობლოსთვის თავდადებული გმირების საფლავებს პატივი მიაგეს. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღესრულა მუხად გვერდის ძმათა სასაფლაოზე. ღვთისმსახურება მთავარმა სამხედრო მოძღვარმა, დეკანოზმა დავით ლონდარიძემ, წმინდა 100.000 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა გაიოს დვალმა და სხვა სასულიერო პირებმა აღასრულეს. აქ შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ჩვენი გმირები. დღეს მთელი საქართველო იხსენებს სამშობლოსათვის თავდადებულ ჩვენს გმირებს, რომელნაც სამშობლოში ესწირეს
თავი სამშობლოს თავისუფლება შეესწირეს თავი. დიდი დღეა დღეს ქართველთა ღირსების დღეა. დღეს ქართველთა მარადიულობის დღეა. ომი ტრაგედია ყველგან და ყოველთვის და ქართველთა ისტორიაში ეს დაუსრულებელი პროცესია ქართველთა თვითგადარჩენისათვის. სამშობლო უმაღლესი კატეგორიაა და ჩვენ ვალდებული ვართ სამშობლოს თავდადება აღზარდოთ ჩვენ ქართველებში. თავისუფლება ვახსენე და თავისუფლება ქრისტიანებისათვის უმაღლესი კრიტერიუმია. ეს კრიტერიუმი იცავს თავგანწირვა და არა რომელი იურიდიული აქტი და ქართველებმა დღევანდელმა ჩვენმა ბიჭებმა და გოგონებმა ვინც აესაებსო ზღვაწრი აღასრულეს ეს აღასრულეს ღვთის წინაშე სიყვარულითა და თავდადებით. ეს ნუგეშია, ეს მათი ღვაწლი ნუგეშია მათი ოჯახის წევრებისთვის, ღირსება მათი მომავალი თაობისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის და საოცარი მაგალითი, მარადის ცოცხალი მაგალითი, რათა როგორ ემსახურო უფალს, როგორ ემსახურო სამშობლოს და მოყვას სიყვარულითა და თავდადებით. მეთქმა დაალოცოს მათი შთამომავლობა და აცხონოს ჩვენი ბიჭების და გოგონების უკვდავი სულები, ვინც სამშობლოს შეწირეს მარადიული სოცხლეთ. ჩემია კაპიტანი ალექსანდრე მე-4 ქოიუთი ბრიგადა. ყველა ომში ნაომარი 19 წლიდან სულ ჯარებში იყო და აგვისტოს ომმა ბოლო მოუღო. შეეძლო გამოსულიყო სხვებსავით 20 ჯარისკაცი გამოიყვანა უვნებელი თავისი და ნიქოში რო გამოვიდნენ იქ უთხრეს აგერიქ ერეკლე ყულოშვილი ზუსტად აი რანაირად მოხდა რომ ერთმანეთის გვერდზე რო მოხვდნენ შენიო მეგობარიო ერეკლე ყულოშვილიო დაეღუპაო ამას დაუყრია თავისი ჩანთა იარაღი აუღია და ისევ შესულა ბრძოლის ველზე და რომ მივიდა უკვე იქამდე მიცვალებულამდე ზოგი ამბობს სნაიპერმა მოკლაო ზოგი ამბობს ზეიდან თვითმფრინავმა დაბომბა ესევ და ორივე ერთად ერეკლე ყულოშვილი და ალექსანდრე თანდაშვილი ხვიჩა და გოჩასავით ეყარნენ მეგობრისთვისაც გაწირა თავი და სამშობლოსათვისაც ესენი ყველა პატარები იყვნენ ჩემი შვილი 71 წელში დაბადებული იყო და უკვე რო იტყვიან ყველა ეტაპის ომი და ყველანაირი გავლილი ჰქონდა. ომი რო დამთავრდა 4 თვის შემდეგ მოგვირდა ინფორმაცია რომ ალექსანდრე თანდაშვილი განისვენებს მუხად გვერდზე სასაფლაოზე. აი მაშინ გავიგეთ რომ აქ იყო. ჩემი ძმა არის დაყუპული 2008-ში დავით ჯიქია მე-4 ბრიგადიდან იყო. 5 დას ყავდა ერთადერთი ძმა, მე-5 ჩემი ძმა იყო 19 წლის. ძალიან მტკივნეულია, მაგრამ ამავდროულად ძალიან ამაყები ვართ, რომ ასეთი გმირი ძმა მყავს. დღეს 8 აგვისტოა, 18 წელი გავიდა 2008 წლიდან და ვიცი, კიდევ და კიდევ უფრო მეტად მძიმეა დღევანდელი დღე, ვიდრე მანამდე და არ ვიცი, მოვედი დღესაც რომ გავიხსენოთ და პატივი მივაგოთ ჩვენს გმირ ბიჭებს. მუხად გვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ საქართველოს გმირებს, რომლებმაც ზუსტად 18 წლის წინ ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე შესწირეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. კიდევ ერთხელ დიდება და პატივი მათ მარადიულ ხსოვნას. საქართველო არის უძველესი ცივილიზაციის ქვეყანა. სხვადასხვა ეპოქებში ჩვენ ყოველთვის ყავდა გამორჩეული გმირები, გამორჩეული პიროვნებები, რომლებიც მაგალითი იყვნენ ჩვენი საზოგადოების. სწორედ ჩვენი აგვისტოს გმირი ჯარისკაცები არიან თითოეული ჩვენგანის მაგალითი თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ქართველი ჯარისკაცი. მარადიული ხსოვნა მათ სულებს. მათი კოლეგები, რომლებმაც გააგზელეს მათი სულისკვეთება და მოღვაწეობა ჩვენს თავდაცვის ძალებში, რომლებიც გადაურჩენ ომს, დღეს ჩვენი თავდაცვის ძალების რიგითი სამხედროდან დაწყებული უმაღლესი თანამდებობის სამხედრო პირებამდე ყველა გამსჭვალული არის ჩვენი გმირების სულისკვეთებით და სწორედ მათ მაგალითზე აგზელებენ ჩვენი შეიარაღებული ძალების, ჩვენი თავდაცვის ძალების
გაძლიერებას და განვითარებას და მადლობა მათაც. მე მინდა ქედი მოვიხარო და მადლობა უთხრა ჩვენი გმირების მშობლებს, ოჯახის წევრებს, რომ ესეთი ღირსეული ადამიანები და პიროვნებები გაუზარდეს სამშობლოს. ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამ ტრაგიკული მოვლენების დროს, ამ უთანასწორო ბრძოლაში ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის არც თუ ისე მცირე ნაწილია გარდაცვლილი და მათი მოგონებას თქვა ხსოვნა და პატივი და მიუსამძიმრო მათ ოჯახებს. ყველას გვახსოვს, მათ შორის ემოციურად ის უმძიმესი დღეები და რა თქმა უნდა ჩვენი ვალია პატივი მივაგოთ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას. მათი მაგალითი უნდა იყოს განსაზღვრელი, რა თქმა უნდა, თაობებისთვის. მათი პატრიოტიზმი იყოს სამაგალითო, არის სამაგალითო და რა თქმა უნდა ჩვენ გვეკისრება ვალი ამ გმირების წინაშე ყველაფერი გავაკეთოთ. მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, მათი ოცნების სასახდენად. დღეს საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი დღეა, უმძიმესი დღეა, მაგრამ ამავდროულად ეს არის ერთ-ერთი სიამაყის დღე. სიამაყის დღე იმ ადამიანებით, იმ ვაჟკაცებით, იმ ჯარისკაცებით და იმ თითოეული ადამიანით, რომელმაც გასწირეს ყველაზე ძვირფასი საკუთარი სიცოცხლე, საკუთარი სამშობლოს დასაცავად. ზუსტად ასეთი ადამიანების სიმტკიცეზე, ზუსტად ასეთი ადამიანების თავდადებაზე საკუთარი სამშობლოსათვის დგას ჩვენი ქვეყნის მომავალი და ჩვენი ქვეყნის განვითარება. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი უახლესი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული მოვლენა იყო. ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენ გმირებს, მშვიდობიან მოსახლეობას, ვინ ჩვენი ქვეყნის გამო, ჩვენი მომავლის გამო თავი გაწირეს და დღეს კიდევ უფრო მეტად განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეროვნული ერთობა, მშვიდობიანი პოლიტიკა და ჩვენ გვჯერა გვწამს, რომ თანმიმდევრული პრაგმატული პოლიტიკით კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელება, რომ მივახციოთ ქვეყნის დეოკუპაციას, გაერთიანებას და ჩვენ გვჯერა და გვწამს, რომ ეს აუცილებლად იქნება მიღწეული. კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ გმირებს, დიდება მათ ხსოვნას, ღმერთმა დაუწოს ჩვენი საქართველო. ომში დაღუპულთა სულების საოხად პანაშვიდი აღესრულა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მდებარე წმინდა 100.000 მოწამის სახელობის ტაძარში. 2008 წლის აგვისტოს ომს ჩვენი ქვეყნის 224 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი და 170 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა.